ზურიკო გაიპარა? ბუნებრივია. ბატონი გივი ბერიკაშვილი. მშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო. უფლება მომეცით, მეც მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მოეტანოს ამ წელს ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობა, ბედნიერება, ერთიანობა. თქვენი არ ვიცი ბატონებო და მე პირადად პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე ახალი წლის მოსვლა. რატო ვერ გეტყვით? წესით არ უნდა მიხაროდეს. წელი მომემატა, ესე იგი ვერდები. სიბერე კიდევ რას ნიშნავს, იცით? არ იცით. სიბერე არის ხანა, როცა ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს, მაგრამ არავინ არაფერს არ გეკითხება. აი ზურიკო, უთხრეს შენ წაიყვანეო, იუმორინაო და გამოიქცა. არაფერი არ ამკითხა. არა, მე კი არ მწყინს, გაბრაზებული კი არა ვარ. მე ვიცი, რომ ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის ჯობდეს დედას. კი ბატონო, წაიყვანოს. ან არა და შეგხვდება ქუჩაში სულად უცხო კაცი, გაგაჩერებს, შინკი ნაცვალი. დედა, როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ. შენისთანა კაცი არ უნდა ბერდებოდეს. რატომ წევლი შეოჯახაშენებული? სოდო ის არის, ვინც არაბერდება. ჩვენ უნდა დავბერდეთ. უნდა დავბერდეთ, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთა შვილებმა იმრავლონ. ამიტომ არის, რომ მივდივართ ახალ წელს ერთმანეთთან, მივტანთ ტკბილეულს და ვეუბნებით, ეგრეთ ტკბილად დამიბერდიო. არ შეშინდეთ ხალხო. სიბერე კარგი რამეა. დიდი გამოცდილებაა. უამრავი საინტერესო ამბები გიგროვდება. აი მე მაგალითად დღეს ხელსარიელი არ მოსულ ვარ თქვენთან. ერთი ნამდვილი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც ჩემს თანატოლსა და თანასოფლელს შეემთხვა საახალწლოდ. სულ რამდენიმე წლის წინ. ჩემმა ძმაკაცმა თურმე ბიჭებს თავის შვილებს დაუძახა და უთხრა, ბიჭებო, შვილო, მე დავბერდი, თოხი და ბარი აღარ ჩამიძლიან. აჰა, ეს ბაღვენახი თქვენ მოუარეთ. მე ახალი ბიზნესი უნდა წამოვიწყო, ინდაურების ბიზნესიო. როგორ ინდაურებისა, მამი? რა ვერ გაიგეთ, შვილო? ინდაურებ დავზრდი, დავასუქებ, საახალწლოდ წავიყვან ქალაქში, გავყიდი, ბალღებს აჩუქრებს უყიდი, ცოტა შავი დღისთვის შავინახავ. აბა რა ვქნა ახლა, უშაქნურად ხო არ დავჩებიო არა და მეორე დღესვე მოიყვანა თურმე 50 ინდაურის ჭუკი. დაზარდა როგორ? ცივს ნიავს არაკარებდა. დედა რო შვილს არ მოუვლის ისე უვლიდა ესენიც ეს მამაცხვენებულები დასუქდნენ და ასე დადიან ეზოში ავთვალს არ დაენახებიან ისეთები დახდნენ. ამასობაში მოვიდა შობის დღესასწაული, გაიქცა და ავტობუსის მძღოლს მოელაპარაკა. გენაცვალი, მოდი ახლა უკანა ორი რიგი გადამიღობე. მე დავждები ჩემი ინდაურებით ქალაქში მინდა წამოსვლა გასაყიდად მიყავსო. წინ გზავრები დასვიო, რაც საჭიროა გენაცვალე გადაგიხდიო. მძღოლმაც გადაუღობა უკანა ორი რიგი, ჩაჯდა ეს ჩემს მაგაცი თავისი 50 ინდაურით, შუაში ბუკეტი ვიძის, წინ გზავრები და წამოვიდნენ ქალაქში. ახლა გზაში მგზავრები ხმამაღლა რო დაელაპარაკებიან ერთმანეთს ეს ინდაურები. მოკლედ არის ერთი ალიაკოთი. ერთმა უთხრა, ზიაკაცო, რა იყო, რა შეგვაწუხე, სად მიყავს ეს უპატრონები? არა, შვილო, პატრონი რაღაცა ყავს და სად მიმყავს და ჯეოსტარის კონკურსი ყოფილა, გავიგეო და მონაწილეობა უნდა მივაღებინო იქაო. სად მიმყავს, შვილო, გასაყიდად მიყავ ქალაქში. აი ამ ხმაურზე კი ძალიან დიდ ბოდის გიხდითო. აჰ, გასაყიდად მიმყავსო და ერთმა წამოყო თავი. როგორ უნდა გაყიდო, ზიაკაცო?
რავი, აბა იძახიან რომ 40 ლარზე ნაკლებად არ გაიყიდებაო და ნახოთ რა ბაზარში რა მაზანდა იქნება. მოიცა. აიღო ტელეფონი ვიღაცას ელაპარაკა ტელეფონზე მე მოუბრუნდა ამ ჩემს ბაგას და უთხრა მე დავრეკე ეხლაო 50-ვე სიყიდისო კაცი მყავსო თითოში 50 ლარს გადაგიხდის თანახმად უხარ წავიდეთო ვაი შენ გაგაშენა ღმერთმა კაცო მაგას იკეთეს თუ იზამ მეტი რა მინდა შვილო დღეს ფესახში დაუბრუნდებიო მოკლედ ჩამოვიდნენ თბილისში გზავრები ნელ-ნელა ჩამოვიდა ავტობუსიდან ამან ძღოლს რაღაცა უთხრა ყურში და ავტობუსი მიადგა პირდაპირ ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გადახტა შევიდა თავარ ექიმთან უთხრა პაციენტი მყავს შემოგევლე გადასარევი კაცია ჭკვიანი მაგრამ აჩემებულია კაცო ინდაურები უნდა გავყიდო თუ ვინმე შეეკამათა დასაბმელი ხდება ამ პრევს ყველაფერზე ვიშველე შენ წილმე აგერე მყავს ეხლა მოვიყვანო გამოვარდა ამას უთხრა მოველაპარაკე ყველაფერი წესრიგშიაო შეიყვანა მთავარი ექიმის კაბინეტში მიუხურა კარები მე ეხლავე კარეთ დაგელოდებიო და ამ ინდაურებიანად აითესა ეს ეხლა ეს დაჩა უყურებს ამ თავარ ექიმს თეთრხალათიანები დადიან გამოხედან გამარჯობა ძიაკაცო გაგიმარჯოს გენაცო რაზე ხართ ჩამოსულიო როურაზე ინდოურები მყავ გასაკვირი ინდოურები ხარ რამდენი 50 გენაცო 50 ძალიან კარგი აბა ერთი წნევა გავუგზავნეთ მაგას რა წნევა უნდა გამიძნოთ ბაცო ხომ ელაპარაკე თუ გინდა აიღეთ მოერთიანო თუ არა და მუსტარის მეტი ნამყავს წავალ და სხვაგან გავყიდიო აბა გავუზომეთ წნევა მიცვიდნენ ახლა მოედაწნევა აი სახელი აიღე აბა მოკლედ აი გაწევ გამოწევა გადაუტრიალეს ხელები ჩამოაცვეს მეშოკი და შეაგდეს ისოსებიან პალატაში საღამოს არ ჩავიდა ბავშვები ცოტა შეფიქრიანდნენ გათენდა დილა არაჩანს დაღამდა არაჩანს კიდე გათენდა არაჩანს დაიწყეს ძებნა პოლიცია საავადმყოფოები მორგები მთელი აღმოსავლეთი გადააქოთეს არსად არ არის კაცი სამჩაყლაპა მიწამოყოპირი ვერ გაიგეს მე ერთმა ბიჭმა მოდიო კაცო ფსიქიატრიულშიც მივიდეთ ისიც ხო საავადმყოფოაო იქნება იქ ახლო გახდა ავათო და იქ არისო გაიქცნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ესეთი კაცი ხო არ არის თქვენთანო კი გენაცვალე ჩვენთან არისო ვა რას მოლაპარაკე კი არა ეხლა კარგად არისო ეხლა კონტაქტზე გამოდისო მობძანდითო შეივშეს და დაინახეს ოთახში კუთხეში ზის აბუზული მამი რასაკეთებ გენაცვალე აქაო რავი შვილო რავი კაცო ორი დღეა ყვირი ვარ რას ვაკეთებ აქა არავინ ყურადღებას არ მაქცევსო მამი ინდაურები რა უყავი გენაცვალე არა გენაცვალე ინდაურები არ ახსენო მაგის ხსენებაზე ესენი დააბრაზდებიან აი ესე წაიწმინდა სული ფულის გულისათვის იმ აფერისტმა იმანა ეხლა ფულზე გამახსენდა ორი კახელი საუბრობს ჯო ნეტაი ამ ქვეყანაზე ყველაზე ბევრი ფული ვისა აქვს რავი აბა აი აბრამოვიჩი რო არის რუსიო იმაზე იძახიან იმას აქვს დიდძალი ფულიო ვა ნეტაი აბრამოვიჩი მამა ჩემი იყოს რასა ვერა შენ აფული ინატრე იმის თორე დედა შენ კაცს თუ დაჭიდო მე რა აქ არა ვარ ფულის გულისათვის სული არ უნდა წავიწმინდოთ ხალხო თორე იქა მაღლა აი ზევით ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე დიახ იმიტომ არის რომ მაპი ჩვენ არ გვეღირსა ნატო ჩვენ არ გვეღირსა ხეირიანი გრიპიც არ გვეღირსა აბა შარშან რა იყო ქათმის გრიპი რატო არ წივისა არ იყო წელსა კიდევა განავეფხვისა და ლომისა ღორის გრიპი გამოგვიგზავნა მეტის ღირსები არ ახართ წესიერად მოიქეცითო ვაფრთხილებს ჩვენ წესიერად უნდა მოიქცეთ ხალხო სული არ უნდა წავიწმინდოთ თუ გვინდა რომ ბარაქიანი და ბედნიერი ახალი წელი გაგვითენდეს ეხლა მთავარი რისთვისაც ვარ მე თქვენთან მოსული მინდა ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იცით რისთვის. აი ბოლო 10 წელია საახალწლო გამოკითხვაში
ვისისურვებდით ოჯახის მეკვლეთო, თქვენი გივი ბერიკაშვილი არასოდეს არ გავიწყდებათ. მე ახლა ფიზიკურად მე ახლა ფიზიკურად ყველას ოჯახში ვერ შემოვაგებ კარს და მინდა ტელევიზიით მაინც შემოვიდე და დიდი და პატარა ჩემებურად დაგლოცოთ. ღმერთო, შენას წყალობდე აქ ბრძანებულსა ყველასა. გაჭირვებულსა ბრალობდე, არაკლებდე შველასა. შეაწიე ღვთისმადლი, დღევანდელი დღის მადლი. უცოცხლე სახში მყოფი შინაური გარეული, მეღვინე და მზარეული. დაულოცე კერა, მათი შემყურე ყველა. ხალხო, სახლი აივსეთ ლხინითა, საბძელი შვილიშვილითა. მტერი ღმერთმა დაგიმარცხოთ, ეზიდებოდეთ ვირითა. ელასა, მელასა, ჭიქა მეჭირა ხელასა, თქმელსაც და გამგონებელსაც ღმერთი გვფარავდეს ყველასა. ბრავლა ხალხო. ბატონი ბიძინა მახარაძე. საღამოშობისას ვირფასო მეგობრებო, რაც შეეხება ახალ წელს, მე მილოცვას ახალს ვერაფერს გეტყვით, ვიწვი იგივეს, რასაც ყველა ამბობს, გილოცავ დამდეგ ახალ წელს და ეს არის მრავალს, ოჯახიდანაც საებით, ახლობლებით და შორებლებით, ისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ბევრ ხვარსა და ბარაქას, ბევრ ფულს, ძალიან გავრეკე. არა, იცით, ბევრი ფული ნამდვილად ხანდახან არ ვარ გარა. ბევრმა ფულმა ბევრი პრობლემები იცის. ხო, რესტორანში სიარული იცის, სმაი იცის, პახმელია იცის, ქალებში სიარული იცის, ალიმენტი იცის, აბორტი იცის. ისე რომ ეს ყველაფერი ცოლმა არ იცის. მაგრამ თუ იცის, მაშინ ხო თლად ვარესი, მაშინ ცოლის მხრიდან წევლა იცის, ჭექა, ქუხილი მიმიქარავს. ფურთხება იცის, აკრემი მიმიქარავს. უშტი იცის, სეტყვა მიმიქარავს. მაშინ ხდები რამ ხელა მიგიქარა. ხოლო ამიტომ გისურვებთ ბევრ ჯანმრთელობასა და ცოტა ფულს რეჯებია, ცოტა ფულს გეძართ. რესტორანში სიარული იცის, რესტორანში სიარული გერა ლობიოს ჭამის გამ ტრუსი გებგვაქვს და პლეტილი. არც ქალებში სიარული იცის, არც ოჯახი იცის, არც ბავშვი იცის. ბავშვი გაკეთებას რა უნდა? არაფერი, ერთი გაფართხალება და მამახლა. შენერე იმის გაზდათქვით და რამდენი ფული უნდა, ხო, არა, ოჯახი და ბავშვები თუ გინდა, ბევრი ფული საჭიროა, ამიტომ გისურვებთ ბევრ ჯანმრთელობასა და ბევრ ფულს, ბევრი ფული კარგია, მაგრამ როცა არ გაქვს. მაშინ იწყება, რას იწყება? საერთოდ ჩვენს ცხოვრებას ალბათ ქვია, როცა ფული არ გაქვს. როცა ფული არ გაქვს, მაშინ ცოლი ქალი არ არის. მაშინ ცოლი ეს არის საგადასახადო ინსპექტორი ლოგინში. რომელიც გარკვეული თანხის შეუტანლობის შემთხვევაში ოჯახის ბიუჯეტში მარტო სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ დაწყება შენთან. აღჯერათ კი ბატონო, აი მაგალითი ღამეა, ისიც იყო დავწექი ცოლთან, ისიც იყო მოფერება დაუწყე, ჩემი ღუნტულები, ჩემი კუნტრუშები, ჩემი ფუნთუშაზე ვარ მისული რა. უცებ მესმის ასილარი. ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი, მაინც გავარდელე. ჩემი ღუნტულები და ჩემი კონტროშები და ჩემი კვინტრიშები ისე ასილარი. გავიხედე პანჯარაში არავინ, შევიხედე საფნის ქვეშ არავინ, ჩემი ფეხები, ცოლის ფეხები, ვერაფერი ვერ გავიგე, ჩემი ფეხები. უცებ ცოლის ხმა. სახელმწლოდ რა უნდა მაჩუქო, ლიფირო დამიძველდა.
შენ აღარ ჩემი კონტრუშები. ეხლა ხო იცი ფული არა მაქვს და როცა მექნება აუცილებლად გიყიდი იმას, რაც დაგიძველდა იმას. ხო და როცა მიყიდი, რაც დამიძველდა იმას, მაშინ მოგიდე ხელი რაც დამიძველდა ამას. ხელით რა ენასავით წარე გაქვს. კარგი რა ჩემო ფისო რა, მე შენი ფისო არა ვარ. აბა ვინ ხარ? კენგურუ. კენგურუ რატო? რაც შენ გამოკრევით სოლად იმის მერე ერთი ჩანთით დავდიო. ახლა ჩანთაც მომთხოვე ხო? ნუ მომთხოვ და არ მოგთხოვ. როგორ ისევ ფული უნდა ვისას ხო? ჩუმად ბავშვებს წინა დოხერი ხარ. უნდა ისეს ხო? მე იმას ჩასესხება ხო უნდა? შენ ჩასესხებ, თუ არ ჩასესხებ, მეორედ აღარ მომცემენ. რასიზემენ, მეორედ აღარ მომცემენ. ხო და შემგანაც იგივე გელის. ახ, მასე ხო? მაშინ მე და მე თუ მე მაინც მე თუ და შენ მაინც მაშინ ჩვენი ოჯახი ხო, გე, მაშინ მეც აჰა, შენ თუ მე მაშინ მაშინ მე ისე მე უკვე მეც და ორივე ერთად ღრმად ასია, როცა ფული არ გაქვს, ბაზარში დადიხარ როგორც მუზეუმში. ათვალიერებ, ბოლოს სახში ნერწყვევი მიგავს. როცა ფული არ გაქვს და საახალწლო სუფრის გაშლის უკაცრავად და თავი არ გაქვს, მაშინ სტუმრად მიდიხარ მთელი ოჯახი. დღეს მოგახსენება საქართველოში სტუმრობა არ არის. ეს არის სტუმრების აგრესიული თავდასხმა. მას პინძლის მშვიდობიან პროდუქტებს. ელვისის სტრაფით ისე კი არა წინათ რო იყო მობრძანდით არა ბატონო არა მობრძანდით ყველაფერი ხდება ელვისის სტრაფით მას მიბრძან ჯერ კიდევ არ აქვს თქვამი მობრძან რო ყველა უკვე დაბრძან მას მიბრძან არ აქვს ბოლომდე თქვამი მირთ რო ყველანი უკვე დანაჩანგლებით მზად არიან ვიცე რაც იწყება იმას ჭამა არ ქვია იმას ქვია ბოლო ჩახეთქვა 2009 10 წამი და მაგიდაზე ხაჭაპური აღარ არის 20 წამი და ჭადი ყველი სულგუნი სალატები ყველაფერი ხდება 21 წამზე თევზისაგან მარტო ჩონჩხი და თავია დარჩენილი რომელიც გაკვირვებული ყურება ნანახისგან ჭამის დაწყებიდან 2 წუთის შემდეგ იმის თანაჭამა ატყდა თავი მულტფილმში მეგონა ვიღაცაც ხელს წვნიანს ხვრიბავდა კონვეიერულ სისტემაზე დააყენა. ვიღაცამ ისე გამოიტანა პირი ლუყმებით, რომ მარტო ხელის დახმარებით თუ დაღეჭავდა. ვიღაცამ ისეთი ძალით ჩაასო ბილები ხაშლამაც, რომ ყბებმა ადგილები გაცვალეს. და კბილების გადანასკვა დაემართა. ვიღაცა პენსიონერი ისეთი სისწრაფით ჭამდა მოხარშულ სიმის, რომ კბილების პროტეზი გაუწდა. რა დაიბნა? ძველი ახალი შეცვალა. და გადაგზო ჭამან. ჭამა ფინის უახლოვდებოდა, ამიტომ სლოგინი კვნესამ და გოდებამ შეცვალა. ჭამე ღორის წვალი ორი თვე ღორს სირცხვილისგან თვალს აღარ გუშვალა ასეა როცა ფული არ გაქვს სიზმარშიც კი ოპოზიციაში ხარ ამასთანავე მე სიზმრება რო ვარ რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციის მიტინგზე მიკროფონით ხელში და ახალ წელს ვლოცავ თავრობას დამპლებო ხალხი მართალია და დახსირებულებო ნამდვილად არაკაცის კვლელებო ასია გილოცავ და ახალ წელს თქვენ არ დაესწარით რავას და უცებ ვიღაცა მაგვიზებს შეხვედე პატრული და დავაშავე ბატონო არასდროს სიზმრებს ნახულობ რა კარგია
დიდი მადლობა პატრონს თავში რომ დამარტყა, იმიტომ ახასიათე რომ მომიყვანა მაგიტომ. ყველაფერი კარგია, სიღატაკე კარგია, შიმშილი კარგია, უფლობა კარგია, ყველაფერი კარგია. ქუჩაში რომ მიდიხარ მარტო კარგი და კარგი მესმის თქვენზე. როგორია მთავრობა? იმის კარგი. ოპოზიცია მაგათ კარგი. თუ მიტყუებოდა ჩემი კარგი. ეს ცხოვრება არ არის, ეს არის ჰიმნი ბედნიერებას, ამიტომ გინდა უმღერო სიღატაკისთვის, შიმშილისათვის მადლობელი ვარ. აბა, წავედი მე ლობიო საჭმელად და თქვენ სულ კარგად იხარეთ. ბატონი ბიძინა მახარაძე. ახლა კი იუმორინაში ახალი ტელეგადაცემის პრემიერაა. სცენაზე მინდა მოვიწვიო ტელეგადაცემის წამყვანი ბატონი კახა ბენდუკიძე. მოგესალმებით ჩემს ახალ ტელეგადაცემაში სიცრუის დრო. დიახ, ეგრეა. ეხლა ჩემი დროა, სიცრუის დრო. ის კი არა, შალვამ რო გააკეთა, სიმართლის დრო. ვის რა თუნა შენი სიმართლე, იმიტომაც უჭირეს პაღური და გამოაპეტრიშეს იქიდან. ძალიანაც კარგი ქნეს, ძალიანაც კარგი. ისე შალვას გადაცემაში ერთი მაგარი რამე გავიგე. სულ მაინტერესებდა ჩემი ვაკის საცურავ აუში ვინ შარდავდა. გავიგე, ვინც არის და მაგისი დუხი არ იქნება იქა. ჩემთან თამაში ძალიან ადვილია. იცრუებ დიდ მაყუთს მოიგებ. სიმართლე სიტყვი გამოვარდები, მაგრამ ტყუილსაც თავისი შინო უნდა. ყველაზე კარგად ეს საქმე პოლიტიკოსებს გამოგვდის. სწორედ ამიტომ პირველ მოთამაშედ სტუდიაში მინდა მოუხმო ამ საქმის დიდოსტაც ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. დაგიგვირდება ჩემი დანახვა, მაგრამ რა ვქნა კაცო, ეს ოხერი პენსია არაფერში ყოფნის და მიფიქრე წავალ ერთ-ორ კაბიქს ვიშოვი მეთქი, ისე დიდი მედი არ ამაქვს. თურმე სიცრუეში იძლევიან ფულს და მე ჩემს სიცოცხლეში ერთი ტყვილი არ მიგადრებიან. ახოთ გამომოვა. მომზადით, ბატონ ედუარდ, მომზადით. გამარჯობა, კახა. ძალიან გაგვეხარდა რომ გვესტუმრეთ ბატონ ედუარდ, მე ახლა თქვენ მოკლედ გაგაცნობთ ჩვენი თამაშის წესებს. ესე იგი, მე თქვენ დაგისვათ შეკითხვებს, თქვენ უნდა მიპასუხოთ ძალიან მოკლედ. უნდა მიპასუხოთ ან არა, ან ხო. ახლა ყველაფერზე ასე მარტივად კაცი ხოს და არას ყოველთვის ვერ უპასუხებს. რატო ვერ უპასუხებ? რა არის მაგას შეგეთი? ყველაზე ადვილია უნდა თქვა ან ხო, ან არა. ხო, არა, ხო, არა. კარგი, მაშინ სანამ თამაში დავიწყებდეთ, მე დაგისვამ ასეთ შეკითხვას. ახლა შენ რუსეთის აგენტი ისევ ხარ თუ არა? ერთი ახლა ხო ან არა ძელია? ხედავ რა შეკითხვა დამისვა. ეხლა მე რო თქვა არა, ესე იგი ადრე ვიყავი და ეხლა აღარა ვარ აგენტი. მე რო თქვა ეხლა ხო, გავიშიფრები. გავიჭედე. ხედავ რა შეკითხვა დამისვა, ეს მართლა თეთრი მელა ესა. არა, ამისი გამოსწორება არ იქნება. ბატონ ედუარდ, ეგრე არ გამოვა. აქ შეკითხვებს მე ვსვავ. ამ მიპასუხეთ ან ხოს, ან არას. გასაგებია? კი ბატონო. დავიწყოთ. პირველი შეკითხვა და გარანტირებული 10,000 ლარი. ბატონო ედუარდ, იცოდით თუ არა ვარდების რევოლუცია რომ მზადდებოდა? ახლა ეგ რომ ცოდნოდა, რაც კი საქართველოში ვარდებია, ერთიანად ამოვზირგავდი. რა თქმა უნდა, არა. ესე იგი არა, გაველოდოთ რას გვეტყვის დეტექტორი. ეს პასუხი არის სიცრუე. რა
რა თქმა უნდა სიცრუე და თქვენ მოიგეთ 10,000 ლარი. 10,000 10 წელიწადს მეყოფა კაცო. ეს არის კიდევ ერთი სიცრუე. ბატონო ედვარდ, თქვენ დამატებით 10,000 ლარი მოიგეთ და უკვე 20,000 ლარი გაქვთ. აი კაცო, რა დახარჯავს ამდენ ფულს? 20,000 ერთად ჩემ სიცოცხლეში არ მინახავს. ეს არის მორიგი სიცრუე. გილოცავთ, ბატონო ედვარდ, გილოცავთ. თქვენ უკვე 30,000 ლარი გაქვთ. შვედიერი დასაწყისია. დასაწყისი კი არა, დასასრულია. მე ვწყვეტ თავს. მოცად, როგორ თუ წყვეთ, ჯერ თამაში არ გახურებულა უკვე 30,000 ლარი გაქვთ. რა დროს ჩემო კახა, მე ზოგიერთებისგან განსხვავებით, ყოველთვის დროულად გავდივარ თამაშიდან. წევდი ბაზარში ინდაურების საყიდვას. სიცრუეში ფულს ბაზლევენ კახას თამაში. მე პირადად ცოცხლაფერს ხედავ ამაში. ხოჩა კახა რა ლამაზად მომაგებინე. რომ იტყვიან ყავს კაკალი გავაგდებინე. მოწყენილი სახეობე აღარ მექნება. რადგან ბედმა გამარჯვება ჩემი ინება. 2010 წელი კარგად იწყება. მაგრამ არ ვიცელი წლების გადავიწყება. ეს როგორ მომივიდა? შეიძლება ამისი მოთამაშედ მოწევა რამდენი ფული წაიღო? 30,000. ხურობა საქმე ხო არის? საიდან არა? აი როგორ მოვიმუხ? რა არის ეს რასაკავს? უჩებოთ რატო დაიწყე? ხო ვიცი, ეს ახალი გადაცემა მე უნდა გამეხსნა. მოგესალმებით ყველას. ეს რა ძილობა? სულ რაღაც ნახევარი საათი დამაგვიან და არ უნდა დაგეცადათ? ხო ვიცით, არაბეთში საახალწლო ინვესტიციების მოსაზიდად ვიყავი წასული, აი? ხო გაიგონიათ, სადაც შეყვალ იქა ორი ქუდი დაიხურეო. ეს თქვენ გადაცემას საჩუქრად, ა? რა, გავართ. რა არ გავაკეთე? მაგათი გულის მოსაგებად არაბული ენაც კი ვისწავლე. აი ნახეთ. მასაილ ხეირ, აიუღალ აზდეყე. ნახმელი ლაკუმ და ჰეია ჰარა მინა შოპ az გეორგია. ოჩახ ბატონო პრეზიდენტო, ისა ბატონო პრეზიდენტო, არაბი ინვესტორები ხარ ჩამოგიყვანიათ. ინვესტორები ჯერ ვერა, საბაგიორთ მაგარი საახალწლო საჩუქარი ჩამოგიტანეთ. აბსოლუტურად ყველამ უნდა შევისწავლოთ არაბული ცეკვა და უდარჩევები ახლა. ამის გარეშე არაბი ინვესტორები სამსახურში არ მიგვიღებენ. საჩუქარი სტუდიაში, ა? აი ეს იქნება ჩვენ ცენტრის მასწავლებელი, ა? ხო მაგარი მასწავლებელია. ჩემი არჩეულია. მოემზადოთ ახლა? დავდექით. უგნია, არაბია, ჰაბიბი, იალა!
არ დაიგალე რა შეგებერო მე უკვე მზადა ვარ აჰა შეგიძლია დაიწყო თამაში კი შევეკითხო პირველი შეკითხვა ბატონო პრეზიდენტო ხო ოდესმე ბოდრუმში მასაჟისტ ქალს დაუკმენი ხარ მე ბოდრუმში მასაჟისტკას არასოდეს ესე იგი არა რა თქმა უნდა არა ეხლა ნახოთ რას გვეტყვის დეტექტორი ეს პასუხი არის სიცრუე. ძალიან გამიხარდა თქვენ მოიგეთ 10,000 ლარი მეორე შეკითხვა ბატონო პრეზიდენტო ოდესმე ჰალსტუხი თუ დაგიღეჭიათ რას ლაპარაკობ შებარდა იუდაშე და რემცო შავაკა ეს არის პუტინის მორგი პროვოკაცია ხა წესკოვით რო ვერაფერი დაბაკლო ეს ჭორია ბატონო პრეზიდენტო თქვენ უნდა მითხრათ ან ხო ან არა რა თქმა უნდა არა ეხლა თქვენი პასუხი მიღებულია დაველოდოთ დეტექტორს ეს პასუხი არის სიცრუე. ეგრეთ ციცოდი თქვენ უკვე 20,000 ლარი გაგაგია ბატონო პრეზიდენტო ეხლა თამაში ცოტა უნდა გავართულოთ გართულებით მესამე შეკითხვა და 100,000 ლარი ანუ ჯეკპოტი მიყვარს ჯეკპოტი აა ზადა ხართ მე ყოველთვის ზადა ვარ ეს შედახარ არა მზადა არაფერი მიდი გაგცელე მესამე შეკითხვა აჰა ბატონო პრეზიდენტო 2010 წელს რომელ ადგილზე გავა საქართველო ინვესტიციების მიხედვით ეს ხო ძალიან მარტივი კითხვა მას დაფიქრებაც არ უნდა 2010 წელს საქართველო ინვესტიციების მიხედვით აუცილებლად გავა პირველ ადგილზე პირველზე ხო რა თქმა უნდა ხა პირველ ადგილზე აბა ეხლა აბა რა გვეტყვის დეტექტორი ეს არის მამალი ტყუი. არის 100,000 თქვენია ეს სტუდია თქვენია ეს ქვეყანა თქვენია ვაშა გული მიგზნობდა რომ რაღაც აუცილებლად გამიხარდებოდა წუხელ ისეთი სიზმარი ვნახე ვიცოდი აუცილებლად ამიხდებოდა წუხელ გამით მეძინა თუ არ მეძინა გამებზარა გულის ფიცარი არც კი მჯერა ისეთი რამ დამესიზმრა როგორ არ თქვა აბა მიხარი დარი დარობს ბარჯარაში ჭიდი გალობს მეჩვენება თუ გაბდილად მეტი წყალობს რაც ამსურდა რაც მინდოდა ის არის ამით ხდება სიზმარი პუბლიკოს გარეთ მაგრაციოდეს მიტინგებზე ხალხი არ დადიოდეს მოგმისაგან აღარავინ პიროდეს და ზუღელა ბიშა პიროდეს პიროდეს დიდი და პატარა მიტინგი ჰეი არისო საღარა დოლარები აისო სეიფი დილი და დილამდე კეიფი ვახსოფელო და გობიხარ ამისთანა
ზურიკო კლიპში რომ ჯადოსნური ჯოხი ჰქონდა ბატონ გივის ხომ არ დაგიკარგავთ? რას ამბობ გურამ? გივი მაგ ჯოხით ინახავს ოჯახს. ერთს აიქნევს და რასაც ინატრებს ყველაფერი ჩდება. კარგი რა ზურა, რას გვაშაყირებ? რას გაშაყირებთ? წეღარო ბატონი ჭოლას კლონი გაჩნდა. აი რა გონიათ, ვისი დამსახურებაა? ვისი? აი ამ ჯოხის დამსახურებაა, აი. ეხლა შენ წესიერად მოიქეცი, თორე ერთს ავიქნევ და გადაგაქცევ თია თუთვერიძეთ. პუეშმაქს. ნინაკა და ეს გადააქცია. კარგით, ეხლა გეყოფათ. მაგას ჯობია, რაც კონცერტს წაადგება, ისეთი სასწაული მოახდინოს. სიამოვნებით. აბა, ეხლა დავცხოთ ჩემი ჯადოსნური სიტყვები. ჯოხი ჯავახიაშვილი, ჯავახია ჯოხიშვილი, ჯოხი ჯავახიაშვილი, ჯავახია ჯოხიშვილი. ვითომ ეს რა სასწაულია? ესენი რა ჩემს გამოცხადებაზე არ გამოვიდოდნენ? ეს შესავალია გურამ. ეხა ამ ბიჭებიდან რომელსაც ხელს დაადებ იმის კლონს გაგიჩენ. მართლა? ხო. აბა ნინაკა, რომლის კლონი გვინდა? აი, გუჯაზე რა სიტყვი? გუჯას კლონის გაკეთება ადვილია. მაშინ დავითიანი. კარგი, ეგ მეორე უკიდურესობაა. მოდი, მაშინ და აი, მერაბ სამყურაშვილი ავირჩიოთ, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცია. მერაბი მომწონს. კარგი იქნებოდა. აბა ზურიკო, გააჩინ ერთი მერაბის კლონი. კი ბატონო, ოღონდ რო გავაჩინო, ჯერ ხო უნდა გავაქრო. კი. მერაბ, 3 წამი გაქრიკულისებში რა. მიდი, სწრაფად, მიდი, გაიქეცი. აბა, ეხა დავცხოთ კიდე ჩემი ჯადოსნური სიტყვები. ჯოხი ჯავახიაშვილი, ჯავახია ჯოხიშვილი, ჯოხი ჯავახიაშვილი, ჯავახია ჯოხიშვილი. ხვირი გავს, ყური გავს, პლაში გავს, ეგ არის. ზურა, ესეც სამყურაშვილია? არა ბიჭო, 4 ყურაშვილი. სამყურაშვილი აბა ვინ არის? ეხლა არ მითხრა, ესეც მერაბივით მღერისო. მოусმინეთ ბატონო და თქვენ თვითონ ნახავთ. აბა არ უნდა ამდენი საუბარი. კლონი მარჯვნივ, მერაბი მარცხნივ, მაესტრო წავიდა.
კონცერტების უცვლელი ავტორი და რეჟისორი ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. დიდი მადლობა დღევანდელი საღამოს წამყვანებს, ბატონებს, სურა ბერიკაშვილს და გურამ ჯაშს და ჩვენ სულ ჩვენიერეს ნინაკა გელაშვილს. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მომავალ შეხვედრამდე მოგესალმებით.